გურჯაანის მუნიციპალიტეტში წლებია იმართება ინტელექტუალური თამაში რასად როდის, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას. რამდენად მნიშვნელოვანი არის ასეთი პროექტები მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების პიროვნული ზრდისთვის, თემაზე ვისაუბრებთ კახეთში ინტელექტუალური კლუბის რასად როდის წარმომადგენელ ბაატა ჩახვაშვილთან. გამარჯობა, დიდი მადლობა, რომ დრო გამონახეთ და მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. პირველ რიგში საინტერესოა, როგორ გაგიჩნდათ იდეა, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში დაწყებულიყო ეს პროექტი. ინტელექტ კლუბი რასად როდის, მას მერე რაც ჩვენს ქვეყანაშიც არსებობს, ყველა რეგიონში, მათ შორის კახეთშიც შეიძლება ითქვას, რომ პირველივე ესეთი წლებიდან თავიდანვე იმართებოდა, თუმცა მერე იყო გარკვეული რაღაც პაუზა, იყო რაღაც პერიოდი, რა დროსაც აღარ ტარდებოდა, ეს იყო 2000-იანების პირველი ნახევარი. და ამის შემდეგ გაგვიჩნდა იდეა, მე მქონდა დიდი სურვილი, რომ ეს აღდგენილიყო და რეგულარული ესეთი სტაბილური სახით, კვლავ სერიებით გამართულიყო ინტელექტუალური თამაშები ჩვენს მუნიციპალიტეტში და 2011 წელს ეს იყო შემოდგომა 2011 წლის აქედან მოყოლებული, ასე ვთქვათ, შეგვიძლია თამათქვათ, რომ უწყვეტად ტარდება, მას მერე, თუ არ ჩავთვლით COVID პანდემიით გამოწვეულ პაუზას, მას მერე ტარდება სასკოლო სერიები რეგულარულად, სტაბილურად და სასკოლო სერიების პარალელურად ასევე გვაქვს ხოლმე უფროსი ასაკისთვისაც თამაშები, ერთდღიანი, ეს ხშირ შემთხვევაში არის თემატური თამაშები, რაიმე თემის, კონკრეტული თემის ირგვლივ, სადაც პრინციპში ასაკში შეზღუდვა არ არის, შეუძლიათ ითამაშო როგორც სკოლის მოსწავლეებმა, ასევე უფროსი ასაკის მონაწილეებმა. თქვენი დაკვირვები წლიდან წლამდე რა შედეგი მოაქვს ამ პროექტს და როგორ ვითარდებიან მოთამაშეები? ჩვენ თამაშის დებულებაშიც, ასე ვთქვათ, გვიწერია წესდებაში, რომ ეს თამაში, ესე ვთქვათ, მიზანი და ამოცანა აქვს, რომ განავითაროს მოსწავლე ახალგაზრდობაში პირველ რიგში წიგნიერება, ზოგადი ცოდნა და ერუდიცია, რომელიც შემდგომში ეხმარება მათ სხვა ნებისმიერ სფეროში მუშაობისთვის და ცხადია თამაშს ასევე აქვს ის სპორტული ინტერესი, რომ გამოავლინოს გამარჯვებული, როგორც არის ნებისმიერი თამაშის პრინციპი, ხო? ანუ ჩვენი კლუბის მონაწილეები სკოლის ასაკიდან ვინც ერთვებიან და თამაშობენ, აი ამ მთელი ამ წლების განმავლობაში, რასაც მე ვაკვირდები, შემდეგ უადვილდებათ სხვადასხვა პროექტში, სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობა, ჩართვა, ანუ ჩვენ ხშირად ასე ვამბობთ, რომ აი ჩვენი კლუბის გამოზრდილები, როგორც წესი, ესეთი საკმაოდ აქტიური ახალგაზრდები არიან და სხვა მუნიციპალურ, რეგიონულ თუ რესპუბლიკურ პროექტებში და ღონისძიებებში მონაწილეობენ. აი მაგალითისთვის შემიძლია ვთქვა, რომ ხშირად ჩვენი კლუბის, ინტელექტ კლუბის წევრები შემდგომში სხვა მაგალითად ისეთი ინტელექტუალურ თამაშებში ან პროექტებში, სატელევიზიო პროექტებში ერთვებიან და იმარჯვებენ კიდეც, როგორც არის მაგალითად წიგნების თარო, რომელსაც ორი გურჯაანელი გამარჯვებული ყავს, თლიანად ესეთი კემბრიჯში მიწვეული, კემბრიჯში მიწვეული, სადაც თამაში შეგვიძლია თქვა, რომ აქ დაიწყეს ინტელექტ კლუბში თამაში და შემდგომ განავითარეს. საქართველოში არის 4 დიდი ლიგა ქვეყნის მასშტაბით, ეს ესეთ სპორტულ ენაზე რო ვთქვათ, ეს არის ესეთი დივიზიონი, სადაც თითო ლიგაში, ეს არის სუპერლიგა, უმაღლესი ლიგა, პირველი და მეორე ლიგა, სადაც თვითონ ლიგაში ალბათ არის 60-70 გუნდი და თავად განსაჯეთ, რამდენი მონაწილე ყავს და აი ამ ლიგებში, ამ ტოპ, ასე ვთქვათ, დივიზიონებში, როგორც არის სუპერლიგა, უმაღლესი ლიგა, პირველი ლიგა, ჩვენი კლუბის, ასე ვთქვათ, წარმომადგენლები, რომლებიც სკოლის დროს თამაშობდნენ და შემდგომში უკვე აგრძელებენ სტუდენტობისას და უფროს ასაკში, დღეისთვის ალბათ არის ესე უხეშად რო ვთქვათ, 25 მოთამაშე, რაც ცხადია ეს რიცხვი მუდმივად იცვლება, იმიტომ რომ წლების განმავლობაში შეიძლება მოემატოს ან შეიძლება დააკლდეს, მაგრამ როგორც წესი, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აი სასკოლო ასაკიდან როგორც წესი უმრავლესობა მაინც აგრძელებენ მერე და სტუდენტობის დროს უფროს ასაკში, როდესაც მაგალითად დედაქალაქში გადაინაცვლებენ, ხო, სასწავლებლების გამო თუ სხვადასხვა საქმიანობის გამო, აგრძელებენ, თამაშობენ და იღრმავებენ ცოდნას, ერუდიციას
ასეთ ინტელექტუალურ უნარებს, ინტელექტუალურ ცოდნას და დონეს და ასე შემდეგ. დიახ. ასევე საინტერესოა ვინ ადგენს კითხვებს და როგორ არის დაცული კონფიდენციალურობა. კარგი კითხვაა, სხვათა შორის ეს ბევრს საინტერესებს ხოლმე. თავარი ასე ვთქვათ პრინციპი და ფუნდამენტი მთლიანად რასადროდისის თამაშის რო ავიღოთ ეს თამაში დგას შეკითხვებზე. ანუ მოთამაშე მათ კარგად იცის რომ მარტივად რო ვთქვათ ესე აი შეკითხვა თუ კარგია, თამაში კარგი გამოდის, თუ შეკითხვა არის ან სუსტი, ან რაღაც კარგად ვერ არის შედგენილი და დაწერილი, მოთამაშე უკვე ისე ხოლმე დისკომფორტშია. რა შემთხვევაში ითვლება რომ სუსტი არის შეკითხვა? რასადროდისის შეკითხვა არის სპეციფიური, რაც გულისხმობს იმას, რომ რასადროდისში არ არის ესეთი ვიქტორინის ან ტესტის მსგავსი მარტივი კითხვა-პასუხები, სადაც კონკრეტული ერთი პატარა კითხვა დასმული და აქვს ერთი კონკრეტული პასუხი, მაგალითისთვის რო ვთქვათ, რომ როდის მოხდა დიდგორის ბრძოლა, რომელზეც პირდაპირ უნდა გასცე პასუხი 1021 წელი, ანუ ანიცი ან არიცი. რასადროდისის კითხვის დაწერას სჭირდება თავის ცოდნა, იმიტომ რომ შეკითხვის ტექსტსაც კი სიტყვების თანმიმდევრობასაც კი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ვინ წერს ამ კითხვებს? კითხვის ავტორი, ჩვენ კლუბში მე ვარ კითხვების რედაქტორი და შეკითხვების ავტორები, როგორც წესი არიან ხშირ შემთხვევაში თვითონ ვეტერანი მოაზროვნეები, მოთამაშეები, ან როგორც წესი ყავს ესეთი ავტორები, რომლებიც როგორ ვთქვა, მთლიანად ამაზე მუშაობენ. ანუ თქვენზე არის დამოკიდებული პირადად, რომ თქვენ არ უნდა გაამხილოთ. ეს რა თქმა უნდა, რითაც დავიწყე აი შეკითხვა როგორიც არის ასადროდისის, რომ თამაში დგას კითხვებზე, გულისხმობს იმასაც, რომ შეკითხვები არავინ არ უნდა იცოდეს და არც არავინ არ იცის. აი ჩემს წინამორბედზე, რადგან ეს სიტყვა მოიტანა, ვიტყვი ესე, რომ 2011 წელს სანამ აღდგებოდა, მანამდე წლებით ადრე, ესეთი პირველი გურჯაანის რასადროდისის კრუპიე იყო ბატონი სიმონ რუაძე და იმ წლებში, როდესაც იგი ატარებდა, მისი შვილი თამაშობდა და ასე ვთქვათ, ერთად ესეთი სპორტული მეტოქეობაც ჰქონდა ხოლმე და ამაზე ისიც იყო ხოლმე, რომ აი როგორია, რომ მამა არის რაღაცა კითხვების ავტორი, წამყვანი და ამიტომ შვილი თამაშობს, მაგრამ როგორც ხშირად ხდებოდა, შვილი ვერ იმარჯვებდა, იმიტომ რომ ჩანდა რომ არაფერი არ იცოდა და ისიც ჩვენაირ პირობებში იყო. ეს ცხადია მაგალითის გულისთვის, რასადროდისის კითხვები და თვითონ თამაში მთლიანად დგას ამ კონფიდენციალურობაზე, ანუ აქვს მარტივი პრინციპი. ჩვენ თვითონაც ესე ვართ, იმიტომ რომ მეც თვითონაც აქტიური მოთამაშე ვარ, ხო, მე თვითონ სუპერლიგის წევრი ვარ და ვთამაშობ და ასეთი დევიზივით გვაქვს, რომ თუ ეჭვი გეპარება ავტორის კონფიდენციალურობაში, რომ შეკითხვა, რაღაც ეჭვი გიჩნდება, რომ ეს შეკითხვა შეიძლება რაღაცა მიცოდეს, მარტივი წესია, არ ითამაშო. ანუ თუ ეჭვი გიჩნდება, რომ რაღაცა შეკითხვებთან რაღაც ისე ვერ არის, მარტივი მიზეზია, ითამაშე. ბოლო რამდენიმე წელი არის ბროლის ბუს ფლობელი ერთი და იგივე სკოლა ხდება და ეს გარკვეულ კითხვის ნიშნებს ხომ არ იწევს. აი ბევრჯერ მომისმენია სხვა სკოლების პრეტენზიები. მესმის. აბსოლუტურად ლოგიკურია, ალბათ მეც როცა ვთამაშობდი, ან როცა ვთამაშობ, როდესაც ერთ და იგივე გუნდი იგებს, აი მაგალითად სუპერლიგაში ყოველთვის იგებს გუნდი ჯაგერნაუტი, რომლის ლიდერი არის კარგად ნაცნობი გიორგი ბაქრაძე, მაგისტრი. მაგრამ შეჩვეულები ვართ, იმიტომ რომ ვერ მოუგებთ ვერავინ იმას. განსაკუთრებით ძალიან მარტივად არის შესაძლებელი სამომავლოდ. რაც შეეხება ჩვენ კლუბს და ესეთ სკოლის დომინაციას, ჩვენ ისტორიას რომ გადავხედოთ, სწორედ ახლა გქონდა სხვათა შორის 25 სასკოლო სერია, ანუ რაც იმას ნიშნავს, რომ აი როგორც მე ვახსენე უწყვეტი პერიოდი 25 სასკოლო სერია ჩატარებულია მიჯრით და ამ სერიებს თუ ჩავხედავთ და ისტორიას, ყოველთვის იყო რაღაც პერიოდი, როდესაც ნებისმიერი რომელიმე კონკრეტული გუნდი ან სკოლა დომინირებდა. ეს პირდაპირ არის დამოკიდებული თაობაზე, ანუ ნებისმიერ აი რა ვიცი, მარტივად რო ავიღოთ, ფეხბურთშიც კი ესე ხდება, რომ რაღაც თაობა როცა არის მოსული, ის თაობა არის წარმატებული, რაღაც ზედიზედ რაღაც გამარჯვებებს ან წარმატებებს დებს, მაგრამ როგორც წესი მე იცვლება და შესაძლოა იმ სკოლას, იმ გუნდს მერე კონდეს ისეთი პერიოდი, სადაც საერთოდ
ვერ აღწევდეს გამარჯვებას და მე სხვა სკოლას ჰქონდეს ასეთი რაღაც მოკლე პერიოდი. შეიძლება დიდი, შეიძლება პატარა. გასაგებია. ანუ ყოველთვის ეს ხდება, ყოველთვის არა, ხშირად ხდება, რაც კიდევ იმეორებ არის თაობაზე. კონკრეტული მაგალითი შემიძლია ვთქვა, აი იყო მაგალითად რომ პერიოდები, როდესაც მეოთხე სკოლას ყავდა ძალიან ძლიერი თაობა და ზედიზედ თუ არ მეშლება 4ჯერ შეძლეს ჩემპიონობის მოპოვება. იყო პერიოდი, როდესაც ჩუმლაყის საჯარო სკოლას ყავდა ძალიან ძლიერი გუნდი, პირველ სკოლას ყავდა ძალიან ძლიერი გუნდი. იყო პერიოდი, როდესაც ბაკურციხეს მაგალითად, ბაკურციხის საჯარო სკოლას ჰქონდა რამდენიმეჯერ ასეთი პერიოდი, რამდენიმე თაობა ყავდა და მოკლედ ეს არის, რასაც გულისხმობ. რა არის თქვენი სამომავლო გეგმები, როგორ წარმოგიდგენიათ ამ პროექტის კიდევ უფრო განვითარება? განვითარებას რაც შეეხება, მე როგორც ვახსენე, სტაბილურობა, ანუ სტაბილური და რეგულარული თამაშები ჩვენს მუნიციპალიტეტში, რა თქმა უნდა, ზრდის ინტერესსაც, ზრდის ინტელექტუალურ დონესაც და შემდგომ მომზადებასაც სხვადასხვა ინტელექტუალურ თამაშებში, სხვადასხვა დონეზე. გულისხმობ იმას, რომ მაგალითად აი ეს ბოლო პერიოდი რო ავიღოთ, რაღაც შორეულ წარსულში რომ არ წავიდეთ, მაგალითად გურჯაანის კლუბმა რა მოგცა, ხო? რა არის შედეგი? არის ის, რომ კახეთის სამგზის ჩემპიონია მაგალითად გურჯაანის სასკოლო გუნდი, ასევე მრავალგზის პრიზიორი, უფრო სასაკშიც ჯერჯერობით კიდევ მოქმედი კახეთის ჩემპიონი არის გურჯაანი. და ეს განაპირობებს იმას, რომ სტაბილურად და რეგულარულად ჩატარება თუნდაც ამ თამაშში და მსგავსი პროექტების კიდევ უფრო აღრმავებს, ხო, ინტერესსაც და ზრდის დონესაც. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას მოუხდი მთლიანად მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას იმის გამო, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში, როგორც უკვე მრავალჯერ ვთქვი, რეგულარულად და სტაბილურად იმართება და ყოველთვის აქვს ახალგაზრდობას ის შანსი და შესაძლებლობა, რომ რა თქმა უნდა მიიღოს მონაწილეობა და ითამაშოს. ეს გარკვეულ ფინანსურ რესურსსაც მოითხოვს, ხო? კი, თუმცა რასადროდისი არ არის კონკრეტულად რომ ავიღოთ ის პროექტი, რომელსაც რაღაც რაიმე ისეთი დიდი და რაღაცა მნიშვნელოვანი ფინანსები ჭირდება. რა თქმა უნდა, ეს კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემი მხრიდან მადლობას ვიტყვი, რომ აქვს მუნიციპალიტეტს და საკითხების შესახებ არის ხოლმე კითხვები და აქ მნიშვნელოვანია ბევრი წიგნი კონდეს წაკითხული, უბრალოდ გარკვეულ სფეროებს კარგად ფლობდე თუ აი როგორ? ხშირად უჩნდებათ ხოლმე ეს კითხვა, უფრო მეცაც გეტყვით, აი ხშირად მაქვს ხოლმე შემთხვევა, როდესაც მაგალითად მონაწილე გუნდის მოთამაშეები კი არა, აი მათი წარმომადგენლები, როგორც შეიძლება იყოს მშობელი ან სკოლის პედაგოგი, ან სკოლის დირექტორი, ან ვიღაც ან ისე დამსწრე მოსულა და უკითხავს, რომ აი როგორ შეიძლება რომ ამ თამაშისთვის რაღაცა მოემზადონ, რა გააკეთონ, რა წიგნები წაიკითხონ. ამაზე ესე ცალსახად ერთი პასუხი არ არსებობს, იმიტომ რომ ეს არ არის რაღაც კონკრეტულ ერთ სფეროზე, მაგალითად როგორც არის სასკოლო პროგრამა, ხო, რომელიც იცი რომ რომელსაც აქვს რაღაც დასაწყისი და დასასრული, აი რაღაცა ამას თუ დავისწავლი, ესე იგი ვიცი, აი როგორც ავიღოთ მაგალითად მართვის მოწმობის ბილეთები, რომელიც ბევრია, მაგრამ ყველაფერს თუ ისწავლი, იცი, ხო? ამას ასე არ აქვს. ორი რამ ელოდიკური აზროვნება რამდენად მნიშვნელოვანია საერთოდ მაგას ვამბობდი, რომ ამ თამაშს რა ეხმარება წარმატებისთვის. ესეთი, როგორც უკვე ვთქვი, ერთი კონკრეტული რაღაც არ არსებობს ფაქტორი, რომლის რაღაცა დაძლევის შემთხვევაში იქნები ძლიერი. ორ რამეზეა. ერთი არის რა თქმა უნდა პრაქტიკა, ანუ რაც უფრო მეტს თამაშობ, უფრო მარტივად და უფრო კარგად და უკეთესად უღებ ალღოს, ლოგიკურ აზროვნებას და როგორც მე ვახსენე, თვითონ რასად როდის სულ შეკითხვებს, როგორც წესი შეკითხვები ისეა შედგენილი, რომ აუცილებლად პასუხამდე უნდა მიგიყვანოს, იმიტომ რომ შესაძლოა არ იცოდე რაღაც კონკრეტული პასუხი, მაგრამ ლოგიკური აზროვნებით, ინფორმაციით, თვითონ შეკითხვაში არსებული მინიშნებებით უნდა მიხვდე. ეს ეხმარება სწორედ მოთამაშეს და აი ეგ არის სწორედ რომ როგორ შეიძლება მიაღწიოს წარმატებას, ეს ესე
რაც უფრო მეტი წიგნი აქვს წაკითხული, რა თქმა უნდა, კარგია, რაც უფრო მეტი ინფორმაცია აქვს ნანახი, რა თქმა უნდა, კარგია, იმიტომ რომ როგორც მე უკვე ვთქვი, ნებისმიერი სფეროდან, აი შესაძლოა ინტერნეტში გავრცელებული რაღაცა სასაცილო ისტორიებიდანაც კი მოვიდეს კითხვა, ან მოვიდეს მაგალითად რაღაცა კლასიკური ლიტერატურიდან, შეიძლება ფილმებიდანაც იყოს, შეიძლება სპორტიდან, შესაძლოა რაღაცა სამეცნიერო ნებისმიერი სფეროდან. რაც უფრო მეტი იცი, რაც უფრო მეტს თამაშობ, რაც უფრო მეტს კითხულობ და რაც უფრო მეტს ასე ვთქვათ, ჩართული და ჩახედული ხარ ბევრ რამეში, რა თქმა უნდა, მოთამაშეს ეს ეხმარება უკეთესად